შეერთებულ შტატებში 70 წლის ასაკში გარდაიცვალა რესპუბლიკელი სენატორი ლინცი გრემი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ეგრეთ წოდებული ჯოჯოხეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. სიკვდილამდე ერთი დრით ადრე ის კიევში იდგა ხელში უკრაინული დრონით დამჭერით და პრეზიდენტ ზელენსკის დაპირდა ციტატა: პუტინს უკანალს გაუხეო. მეორე დღეს ის საკუთარი სახლიდან საკაცით გაიტანეს. ლინცი გრემი სენატორი, რომელიც ომში მყოფ უკრაინაში 10 ჯერ იყო ჩამოსული, იმ ჯოჯოხეთური სანქციების ავტორი, რომლებიც რუსულ ნავთობს უნდა დახრჩობოდა, უკვე 11 ივლისის საღამოს 71 წლის ასაკში ამ დონეას გამოეთხო. ოფიციალურად უეცარი ავადმყოფობა. NBC-ის ინფორმაციით სასტრაფო დახმარება გულის გაჩერების შესახებ გამოძახებაზე მივიდა და თითქმის მყისიერად რუსეთის საინფორმაციო სივრცე უბრალოდ აფეთქდა. რუსები მაშინვე დაიწყეს წერა იმის შესახებ, რომ თითქოს უცნაური დამთხოვით შეხდა ზელენსკის და მოკთა. ამ გამოშვებაში ყველაფერს სამართლიანად განვიხილავთ. რა არის ცნობილი ლინცი გრემის სიკვდილზე ფაქტებზე დაკრდნობით, რა ვერსიები დასაბუთებულიდან სრულიად აბსურდულამდე უკვე ვრცელდება ინტერნეტში. რატომ იყო ლინცი გრემი ესეთი მნიშვნელოვანი უკრაინისთვის და რა გააკეთა მან რეალურად მისთვის და რატომ? როგორია მისი ურთიერთობა ტრამპთან? ეს საერთოდ ცალკე დრამაა, რომელიც ახლა პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ბედზე. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულამდე, ამიტომ მადლობელი ვიქნები პირადად თქვენი გამოწერისთვის. მოდი დავიწყოთ იმით, რაც ზუსტად არის ცნობილი. სენატორის ოფისმა განაცხადა, ციტატა: შაბათ საღამოს 11 ივლისს აშშ-ს სენატორი ლინცი გრემი მოკლე და მოულოდნელი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. NBC News აქ დეტალებს ამატებს. და აი პოლიციის რადიო გადაჭერის აუდიო ჩანაწერის მიხედვით, საგანგებო სამსახურები ლინცი გრემის სახლთან კაპიტოლიუმის ბორცვზე გამოძახების საფუძველზე მივიდნენ. გულის გაჩერების შესახებ. ხოლო მოგვიანებით ექიმები საუბრები მიუთითებდა, რომ ტარდებოდა გულ-ფილტვის რეანიმაცია. ადგილიდან გადაღებული ფოტოები, რომლებიც NBC-მ შეისწავლა, აჩვენებს, როგორ გამოაქვთ ორ მედიკოს ადამიანის საკაცით სასტრაფო დახმარების მანქანასთან. ადგილზე ასევე იმყოფებოდა პოლიციის მანქანები და სახანძრო ბრიგადები. და აი სამი დეტალი, რომლებიც ყველა სპეკულაციის საწვავად იქცა. პირველი. ლინცი გრემის აპარატის მაღალი თანამდებობის პირის თქმით, NBC-სთვის არანაირი ნიშანი არ ყოფილა იმისა, რომ სენატორი გარდაცვალებამდე თავს ცუდად გრძნობდა. მეორე. ერთი დღით ადრე 10 ივლისს ის კიევში იმყოფებოდა. ეს იყო მისი მეათე ვიზიტი ომში მყოფ უკრაინაში და ეს მხოლოდ სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში. და სწორედ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მან გამოაცხადა, რომ ბოლოს და ბოლოს შეძლო თეთრ სახლთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე შეთანხმება. და მესამე. კვირა დილით მას უნდა მიიღო მონაწილეობა გადაცემაში Meet the Press იმავე NBC-ზე. და მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ის ამ გადაცემაში 63 ჯერ გამოჩნდა. გარდა ამისა, მას ახლახან შეუსრულდა 71 წელი. დაბადების დღე პირდაპირ წინა ხუთშაბათს ჰქონდა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის ცნობილი პრობლემები არ ჰქონდა, ახლახან დაბრუნდა კიევიდან და დილით უკვე გეგმავდა ინტერვიუს მიცემას NBC-სთვის. და ეს ადამიანი შაბათ საღამოს გულის გაჩერებით გარდაიცვალა. და სწორედ ამ ფაქტების ერთობლიობა ქმნის იმას, რასაც საინფორმაციო ომში იდეალურ ფანჯარას უწოდებენ დეზინფორმაციისთვის. და რუსები მაშინვე შოკის მომგვრევად რეაგირებენ. პარალელებმა ამ თემას მიეჭრნენ და ისარგებლეს ამ იდეალური ფანჯარით დეზინფორმაციისთვის. ვინ იყო ლინცი გრემი უკრაინისთვის? სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში მან კიევში 10 ვიზიტი განახორციელა. ზელენსკი მისი გარდაცვალების კომენტირებისას სწორედ ეს აღნიშნა, ციტატა: ლინცი იყო ნამდვილი დამცველი თავისუფლებისა და იმ ღირებულებების, რომლებიც ჩვენ სამყაროს უფრო უსაფრთხოს ხდის. ჩვენ მუდმივ დიალოგში ვიყავით, რაც ძალიან მომენატრება. გარდა ამისა, გრემი იყო სწორედ იმ ჯოჯოხეთური სანქციების ავტორი რუსეთის წინააღმდეგ. ეს მისი მთავარი ნაშრომია და შესაძლოა ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც დასავლეთმა სამწუხაროდ მის სიცოცხლეში ვერ გამოირენა. კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს აძლევდა უფლებამოსილებას დაეწესებინა 500%-იანი ტარიფები იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, გაზს და ურანს. ანუ დარქმა არ იყო უშუალოდ რუსეთის მიმართ, არამედ მის შემოსავლის წყაროებზე, ჩინეთზე, ინდოეთზე და მაგალითად ბრაზილიაზე. ლინცი გრემი თავად ამბობდა, რომ ეს კანონპროექტი ტრამპს მისცემს საშუალებას, ციტირებით, პუტინს უკანალი გაუხიოს. და აი აქ არის მთავარი. ლინცი გრემმა ეს კანონპროექტი საბოლოოდ შეათანხმა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე. 10 ივლისს კიევში მან განაცხადა, რომ თეთრ სახლთან მიღწეულია შეთანხმება ამ კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე. ეს იყო მისი ბოლო პოლიტიკური გამარჯვება.
და ის შემდეგი ფაქტი დარწმუნებული ვარ შეიძლება არც კი იცოდით. ლინცი გრემი 2022 წლიდან რუსეთში ძებნილად არის გამოცხადებული. 2022 წელს მან ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა და რუსებს მოუწოდა ციტატა ამ ბიჭის მოშორება. თუ ისინი არ სურთ ცხოვრობდნენ სიბნელეში, სიღარიბეში და იზოლაციაში დანარჩენი სამყაროსგან. პრინციპში მისი სიტყვები წინასწარმეტყველური იყო. 2023 წლის მაისში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლინცი გრემი სისხლის სამართლის მუხლით ძებნილად გამოაცხადა, ხოლო 2024 წლის თებერვალში როსფინ მონიტორინგმა იგი ციტატა ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. და ბოლოს, სიკვდილამდე ბოლო დღე კიევში. ესეც სიმბოლური. ლინცი გრემმა მოინახულა უკრაინული თავდაცვის კომპანიის Skyfall-ის საწარმო, სადაც მას აჩვენეს მძიმე დრონები, ბომბდამშენები ვამპირი. იგივე ბაბა იაგა, FPV. დრონები შრაიკის ოჯახიდან და ჩამჭერები PCUNP და Vansan. ერთ-ერთ ბოლო ფოტოზე ის პოზირებს დრონების ჩამჭერით ხელში და განაცხადა, რომ ASHS უდიდესი შეცდომა ექნებოდა თუ კიევთან სწორედ ამ სფეროში კიევთან თანამშრომლობას არ განავითარებდა. და რაც თავარია, ლინცი გრემი არ ყოფილა რაიმე გულუფრხილო რომანტიკოსი. ამავე ვიზიტის დროს, აი 10 ივლისს, მან განაცხადა, რომ რუსული ჯარები სამწუხაროდ ალბათ უკვე ასე მარტივად აღარ დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს და ASHS-ის მიზანია შეთანხმება, რომელიც მომავალ კონფლიქტს აღკვეთს. თანაც ნებისმიერი შეთანხმება უნდა დამტკიცდეს კონგრესის მიერ და იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გარანტიებით უკრაინისთვის. გაგრძელება. ლინცი გრემის და დონალდ ტრამპის ურთიერთობას ამერიკული მედია დღეს ერთი ფრაზით აღწერს: ვირიდან უახლოეს მოკავშირემდე. ახლა აგიხსნით, რას ნიშნავს ეს. აქ მოდით ქრონოლოგიას მივყვეთ. 2016 წელს პრაიმერიზზე ლინცი გრემი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი კრიტიკოსი იყო. ის მას ვირს უწოდებდა. ციტატა: რასისტულად განწყობილ ქსენოფობ რელიგიურ ფანატიკოს და რესპუბლიკური პარტიის ისტორიაში ყველაზე უვარგის კანდიდატს. მისი ცნობილი ტვიტი მაშინ ასე ჟღერდა, ციტატა: თუ ტრამპს დავაყენებთ კანდიდატად, გაგვანადგურებენ და ამას დავიმსახურებთ. იცით როგორ დავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული? უთხარით დონალდ ტრამპს, წადი ჯანდაბაში. ტრამპი იმავეთი პასუხობდა, ლინცი გრემს იდიდიოტს უწოდებდა. კულმინაცია იყო ის მომენტი, როცა დონალდ ტრამპმა პირდაპირ მიტინგზე ხმამაღლა წაიგითხა ლინცი გრემის პირადი მობილურის ნომერი, რომ ხალხს დაერეკა და პირდაპირ ტელეფონში დაეცკევლათ. კონფლიქტის მიზეზი პრინციპული იყო. ტრამპმა დაუფიქრებლად დასცინა ჯონ მაკკეინს, იმის გამო, რომ ის ვიეტნამის ომის დროს ტყვედ ჩავარდა. მაკკეინი ლინცი გრემის ახლო მეგობარი და მენტორი იყო. ამიტომ ლინცი გრემი მაშინვე დაიცვა მაკკეინის კარდის სახელი. მაგრამ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ისინი 2017 წლის მარტში სადილზე შეარიგეს. უკვე 2018 წლისთვის ტრამპი და გრემი გოლფის მუდმივი პარტნიორები გახდნენ. გრემმა თავად განმარტა ამ ცვლილება თავისი გულწრფელობით, ციტატა: მე მას უწოდე ქსენოფობი, რასისტი, რელიგიური ფანატიკი და უბრალოდ ამომეწურა ზედსართავის სახელები. ხო და ამერიკელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და ჩემი ანალიზი უარყო. ის გახდა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ახლონდობით აღჭურვილი პირი. საგარეო პოლიტიკის მთავარი მრჩეველი, განსაკუთრებით ირანისა და რუსეთის საკითხებში. იცავდა მას ორივე იმპიჩმენტის დროს და ატარებდა მის მიერ წარდგენილ სასამართლო კანდიდატებს. მაგრამ შემდეგ ისევ მოხდა შემოbrunება, კიდევ ერთი. 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ ლინცი გრემმა საჯაროდ გაემიჯნა, განაცხადა, რომ ზღვარი სრულად გადაილახა. მაგრამ ეს დაშორება ისევ დროებითი აღმოჩნდა და როცა ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, ის კვლავ ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე იყო. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად მთელი ლოიალობისა დონალდ ტრამპის მიმართ, ლინცი გრემი ინტერვენციონისტად რჩებოდა და ხშირად არ ეთანხმებოდა ტრამპისტების იზოლაციონისტულ ფრთას, ანუ რესპუბლიკური პარტიის იზოლაციონისტებს. სწორედ ის იყო ხიდი ტრამპსა და უკრაინის მხარდაჭერის იდეას შორის. მას შეეძლო კიევისთვის დახმარება ტრამპისთვის გასაგებ ენაზე შეფუთულიყო. მას იცით ესეთი ფრაზა ჰქონდა: თითქოს ეს არ არის ქველმოქმედება, ეს გარიგებაა. ეს ძლიერი გარიგებაა. ეს გარიგებაა, რომელიც ტრამპს და ამერიკას დიდებას მოუტანს და ასე შემდეგ. და აი რასწერს ტრამპი დღეს. ციტატა: სენატორი ლინცი გრემი, ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი, რომელიც მე ვიცნობდი, გარდაიცვალა. ის ყოველთვის მუშაობდა და იყო ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი.
აქ კი გადავდივართ ამ გამოშვების ყველაზე საინტერესო მომენტზე. როგორ დაამუშავა ლინცი გრემის სიკვდილის თემა რუსულმა პროპაგანდამ. და აქ მნიშვნელოვანია მექანიზმის გაგება, რადგან ის უფრო დახვეწილია, ვიდრე ჩანს. მკვლელობაში პირდაპირი ბრალდებები, რა თქმა უნდა, არ გაჟღერებულა. არც ერთ დიდ რუსულ გამოცემას არ დაუწერია, რომ თითქოს უკრაინა ამაში დამნაშავე, უკრაინამ არ ვიცი, მოწამლა ლინცი გრემი, ის მოიშორა CIA-მ და ასე შემდეგ. არა, ასეთ სათაურები არ ყოფილა. ყველაფერი უფრო ეშმაკურადა. რუსები ყოველთვის აკრიან მინიშნებებს, რომლებზეც ზოგი ადამიანი რეაგირებს და უკვე თვითონ იგონებს სურათს. რუსული პროპაგანდა ადამიანების თავებში, ასე ვთქვათ, ასოციაციურ კავშირს აყალიბებს. შეხედეთ სათაურებს. აქ რამდენიმე სათაურს მოვიყვან. შეხვდა ზელენსკის და გარდაიცვალა. დასავლეთი შოქშია გრემის მოულოდნელი სიკვდილისგან. შემდეგი სათაური. კიევში ვიზიტის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა ტერორისტად და ექსტრემისტად აღიარებული აშშ-ს სენატორი. ან კიდევ ასეთი. ახლახან დაბრუნდა კიევიდან და გარდაიცვალა. გრემის სიკვდილმა დასავლეთში აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც ხედავთ, არც ერთ სათაურში არ არის ნათქვამი კიევის მონაწილეობაზე, მაგრამ ყველა ეს სამი სათაური მკითხველის გონებაში ერთსა და იმავე მიზეზ შედეგობრივ კავშირს აყალიბებს. წავიდა კიევში, დაბრუნდა და გარდაიცვალა. და კლასიკური პროპაგანდის ხერხია ეს მინიშნება ჩადონ უჩხოელის სიტყვებში. თითქოს ნახეთ ეს რაღაც მათი დასავლელი ჩინოვნიკი ამბობს. ეს ხო ჩვენ არ მოგვიგონია. ჩვენ უბრალოდ ვუთითებთ რაღაცა დასავლელ ჩინოვნიკზე. მაგალითად, აი რია ნოვოსტი აშენებს მთელ მასალას ფრანგი ულტრა მემარჯვენე პოლიტიკოსის ფლორიან ფილიპოს სოციალურ ქსელში ერთ პოსტზე. არა ამერიკელი, აქ ფრანგი აიღეს. სწორედ მან გაავრცელა თეორია, რომ ლინცი გრემი კიევში ვიზიტის შემდეგ უბრალოდ ასე არ გარდაცვლილა თითქოს. ეს არის კლასიკური ლეგიტიმაცია კონსპიროლოგიის, როგორც ისინი უწოდებენ, დამოუკიდებელი დასავლური ცხაროს მეშვეობით. ამასთანავე ფილიპო მაშინვე დასძენს, რომ ამერიკელი სენატორი საერთოდაც გამოკვეთილი რუსოფობი იყო. ამიტომ უცნაურია ფიქრი, რომ ის კიევისთვის არასასურველი იყო. მაგრამ პოსტის ამ ნაწილს რუსები უბრალოდ ყურადღებას აღარ აქცევენ და აღარ ახსენებენ. ან კიდევ ერთი მაგალითი. რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა ალექსანდრ კოცმა ლინცი გრემის ბოლო ფოტო ბოროტ ირონიად მოიხსენია. ციტატა. დიპლომირებული რუსოფობის ბოლო ფოტო კიევის ქარხანაში, ხელში უკრაინული დრონით. და რა თქმა სასაცილოა, თითქმის ყველა რუსული პუბლიკაცია ლინცი გრემის გვარის გვერდით ესეთ ვარსკვლავს აღენებს. და შემდეგ აკეთებენ შენიშვნას, რომ ის შეტანილია ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში რუსეთის ფედერაციაში. ეს ბოდიში და ფაქტობრივად დეხუმანიზაცია. უკვე პოსტუმურ ნეკროლოგშიც კი წერენ, აუცხებენ მკითხოს, რომ გარდაიცვალა არა ადამიანი, არამედ ტერორისტი. ექსტრემისტი, რომელსაც ასეთად მხოლოდ გაურეცხავი რუსეთი აღიარებს. მექანიზმის შედეგი ასეთია. ფაქტები პირდაპირ პროპაგანდით არ დამახინჯდება, ანუ ისინი იღებენ სიკვდილს, ვიზიტს, თარიღს, ანუ ყველაფერი მართალია. მაგრამ ეს ფაქტები ისე ირჩევა და ეწყობა, რომ მკითხველმა თვითონ წარმოიდგინოს მკვლელობა, ლიკვიდაცია, მოწამვლა და ასე შემდეგ. ეს საშუალებას აძლევს პროპაგანდას ფორმალური შეუვალობა შეინარჩუნოს. ვითომ მოისმინეთ, ჩვენ ხომ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ ფაქტებს ვაცვდით. ხოლო ეს უკვე ხალხმა თვითონ მოიგონა რაღაცები. რას ამბობენ ფაქტები კონსპიროლოგიის წინააღმდეგ? თუ უკვე სრულ სურათს ვიხილავთ, ვიყოთ გულწრფელები და მოვიყვანოთ არგუმენტები, რომლებსაც კონსპიროლოგები მაინც უგულებელყოფენ. ლინცი გრემს 61 წელი აქვს. მის ოჯახში გულის დაავადებით გარდაცვალების შემთხვევა იყო. მამა გულის შეტევით გარდაიცვალა, როცა ლინცი გრემი სტუდენტი იყო. დედა დაახლოებით იმავე პერიოდში კიბოთი გარდაიცვალა. ორივე გარდაიცვალა ერთმანეთისგან 15 თვეზე ნაკლები შუალედით. გრემი ცნობილი იყო როგორც მუშაობაზე გადაყოლილი ადამიანი, რომელიც მუდმივ პოლიტიკურ სტრესში ცხოვრობდა. ტრამპი ნეკროლოგში თხუილად არ წერს, რომ ლინცი გრემი ყოველთვის მუშაობდა. ამიტომ 71 წლის მამაკაცისთვის, რომელსაც აქვს მემკვიდრეობითი ფაქტორები, გულის უეცარი გაჩერება, სამწუხაროდ სტატისტიკურად ჩვეულებრივი მოვლენაა და არა რაიმე ანომალია. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ცხადი ეჩუმიტანელისთვის მოტივის არარსებობა. რუსული დეზინფორმაციის ლოგიკა თითქოს ის კიევში მოიშორეს. ინგრევა ელემენტარულ კითხვაზე: რისთვის? ლინცი გრემი იყო ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივი უკრაინისთვის ვაშინგტონში. ის იყო ადამიანი, რომელმაც სიკვდილამდე ერთი დღით ადრე თეთრ სახთან შეათანხმა სანქციები, რომლებიც რუსეთის ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს ჩამოშლიდა. მისი სიკვდილი კატასტროფაა კიევისთვის და საჩუქარი მოსკოვისთვის. საკუთარი მთავარი ლობისტის მოკლა მისივე ტრიუმფის წინ. ეს აბსურდია. ზუსტად ამიტომ რუსულ მასალებში ეს ვერსია პირდაპირ არ ითქმის. ის ვერ უძლებს თუნდაც ზედაპირულ შემოწმებას.
თუ კი გამოვიყენებთ კონსპიროლოგების საყვარელ პრინციპს qui prodest, როგორც ლათინურად ჟღერს, მაშინ შედეგი ამ ვერსიის ავტორებისთვის არასასურველი იქნება. ლინცი გრემის სიკვდილის მთავარი ბენეფიციარი ის არის, ვის წინააღმდეგაც მან მთელი ცხოვრება იბრძოდა, ხოლო ის იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. რა მოუვა ახლა იმ ეგრეთ წოდებულ ჯოჯოხეთურ სანქციებს, რომლებიც ლინცი გრემმა რუსეთის წინააღმდეგ წამოიწყო? კარგი ამბავია, რომ მექანიზმი უკვე ამოქმედებულია და ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული. გრემის თქმით, თეთრ სახლთან შეთანხმება მიღწეულია. დოკუმენტს სენატში 80-ზე მეტი თანაავტორი ყავს. ეს საკმარისია იმისთვისაც კი, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა თქვა, რომ გრემთან ახალ სანქციურ კანონპროექტზე საუბარი სწორედ წინა დღეს შაბათს გრემის გარდაცვალებამდე ჰქონდა. აი ესე. შესაბამისად, ამ ინიციატივის წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავდნენ. ცუდი ამბავია, გრემი უბრალოდ თანაავტორი არ იყო, ის იყო მთავარი ძალა. ის იყო მამოძრავებელი, სწორედ ის იყო ადამიანი, ვინც ამ ინიციატივას იწყებდა. ის იყო ის, ვინც ტრამპთან მის ენაზე საუბარი იცოდა და უკრაინის საკითხს რესპუბლიკური პარტიის იზოლაციონისტების წინააღმდეგობის მიუხედავად ატარებდა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ თქვა, ციტატა, ის იყო ამერიკის ძლიერი დამცველი. მტკიცედ სჯეროდა ომის ნატოს ალიანსში და აქტიურად მუშაობდა იმაზე, რომ დასრულებულიყო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ასეთი ადამიანის შეცვლა სენატში სამწუხაროდ ძალიან რთული იქნება და ეს შესაძლოა კიევისთვის მთავარი დანაკარგია ამ ეტაპზე. შედეგი. სამწუხაროდ გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც 10 ჯერ ჩამოვიდა კიევში სარაკეტო იერიშების დროს და არ ეშინოდა ამის. მას უწოდებდა მელოთ დიქტატორ ვლადიმირ პუტინს თანამედროვე ადოლფ ჰიტლერს. მან მოიფიქრა სანქციები, რომლებიც რუსეთის ნავთობის შემოსავალს დაანგრევდა. და გარდაიცვალა ზუსტად იმ მომენტში, როცა ამ სანქციებზე თეთრი სახლის თანხმობა მიიღო. უნდა ვაღიაროთ, ეს მართლაც დიდი დანაკარგია უკრაინისთვის. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყლეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ნებისმიერი შემოწირულობით დახმარება აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.